იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ უწყების საქმიანობის 6 თვის ანგარიში წარმოადგინა. დავით ფაცაციამ პროგრამა სამშვიდობო ინიციატივების სამოქალაქო ინტეგრაცია ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერების ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მისი მნიშვნელობა აღნიშნა. საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის პირობებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით განხორციელებულ აქტივობებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით არის საკანონმდებლო ბაზა და იუსტიციური საქმიანობა, რომელიც უკავშირდება დევნილთა პრიორიტეტებს, დევნილთა ქონებრივ საკითხებს, დევნილთა უფლებების დაცვას და ამ მიმართულებით შეიძლება ითქვას საამაყოც კი არის განვლილ პერიოდში განხორციელებული საქმიანობა. ერთ-ერთი კიდე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არის დევნილთა ჩართულობის ცენტრები, სამოქალაქო ცენტრები, რომელსაც ჩვენ გეგმავთ შეიძლება ითქვას პირდაპირ მნიშვნელობით მშენებლობას. რა თქმა უნდა, ჩვენ უწყებრივად გვევალება პირდაპირ გაგებით სამშვიდობო ინიციატივების ხელშეწყობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უწყებას მისი სტრატეგიიდან გამომდინარე აქვს მეტი შესაძლებლობა და რესურსი უფრო ეფექტური გახადოს მისი საქმიანობა. ძალიან ბევრი ინიციატივა ჩამოყალიბდა აი ამ აპარატის მეშვეობით და რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ჩვენი საზოგადოებისთვის. იქნება ეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, შერიგების პოლიტიკის გატარების კუთხით თუ ზოგადად რაღაცა გამაერთიანებელი პოლიტიკის თვალსაზრისით.